ვაგრძელებთ ლექციას ნახშირწყლებზე, ლექცია შედის შესავალ კურსში ალქიმიიდან 21 საუკუნემდე. დისაქარიდებზე ვსაუბრობთ. დისაქარიდი თვითონ გვეუბნება მისი დასახელება, რომ შეიცავს ორ კომპონენტს, ანუ D. ანუ ორი მონოსაქარიდისგან არის იგი წარმოებული. ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი არის სამი დისაქარიდი. ეს არის საქაროზა, ლაქტოზა და მალტაზა. ანუ ისინი იღებენ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლის პროცესის რაღაც სტადიებზე. სხვათა შორის უფრო ფართე ეკრანზე შევეცდები რომ ნახოთ ეს თვალსაჩინოება. სხვათა შორის მნიშვნელოვანი არის რომ ლაქტოზა ეს არის რძის შაქარი, საქაროზა ეს არის ჭარხლის და ლერწმის შაქარი და მალტაზა ცნობილია როგორც ალაუს შაქარი. როდესაც ინდოეთში მოგზაურობისას მაკედონელმა პირველად ნახა ლერწმის წვენისგან ლერწმის წვენის გაციების შედეგად მიღებული ქვა, რომელსაც მოტკბო გემო ჰქონდა, ანუ თეთრ ფერის ქვას წააგავდა იგი, მან შეადარა თაბლს ფუტკრის გარეშე, ესეთი ტკბილი გემო ჰქონდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ქალაქ ბენგალის ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ტკბილ ნივთიერებას უწოდებდნენ საქარას. და შაქრის გასასუფთავებლად ისინი იყენებდნენ კირს და ნაცარს. უკვე მე-15 საუკუნეში კოლუმბმა ლერწამი სამხრეთ ამერიკაში ჩაიტანა და გააშენა დიდ ფართობებზე და ამის შემდეგ უკვე შაქარი ევროპაში შემოვიდა. თქვენ ხედავთ ახლა საქაროზას თქვენს ეკრანებზე, როგორც გითხარით, ეს არის ჭარხლის და ლერწმის შაქარი, C12, H22, O11. ყველა აი ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი დისაქარიდისთვის ეს ფორმულა არის მისაღები, უბრალოდ მათი აღნაგობა არის განსხვავებული. თეთრი ფერის ტკბილი გემოს წყალში ხსნადი ნივთიერება არის საქაროზა, დუღილის ტემპერატურა 160 წელსიუს გრადუსი. ხედავთ ის, რომ შედგება ორი კომპონენტისგან, ეს არის გლუკოზა და ეს არის ფრუქტოზა. შესაბამისად, თუ საქაროზას ჰიდროლის განმახორციელებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გლუკოზას და ფრუქტოზას ბუნებრივია. ლაქტოზა და მალტოზა, ცელობიოზაც შედის დისაქარიდების შემადგენლობაში, თუმცა ცელობიოზა ადამიანის ორგანიზმისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ამიტომ უბრალოდ ვიცოდეთ, რომ არსებობს ასეთ დისაქარიდიც. მათი ფორმულა ისევე როგორც საქაროზაზე არის C12, H22, O11, თუმცა ლაქტოზას ჰიდროლიზის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გალაქტოზას და გლუკოზას მოლეკულებს, ანუ ის შედგება გალაქტოზას და გლუკოზას ნაშთებისგან და მალტოზას შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გლუკოზას ორ ნაშთს. ესე იგი, მალტოზა შეიცავს გლუკოზას ორ ნაშთს. ჩვენს ორგანიზმში ლაქტოზა ფერმენტ ლაქტაზას მეშვეობით იშლება, ნაწლავის წვენის შემადგენლობაში შედის ეს ფერმენტი. მალტოზა იშლება ფერმენტ მალტაზას მეშვეობით და საქაროზა ფერმენტ საქარაზას მეშვეობით. ისინი ბუნებრივია ერთმანეთის იზომერები არიან და შესაბამისად ფაქტიურად ერთნაირ პროცესებში შეიძლება ითქვას, რომ იღებენ მონაწილეობას. ახლა რაც შეეხება პოლისაქარიდებს. პოლისაქარიდები ბუნებრივი ნახშირწყლებია, რომელთა მაკრომოლეკულები შედგებიან მონოსაქარიდების ნაშთებისგან. ანუ ფაქტიურად ისინი ისევე როგორც ცილები წარმოადგენენ პოლისაქარიდებს. შეიძლება იყოს პოლისაქარიდების შემადგენლობაში ერთნაირი ტიპის მონომერები, აი მაგალითად გლიკოგენი შეიცავს მხოლოდ გლუკოზას ნაშთებს და შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის მონომერები. აი იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ტიპის მონომერები იქნება, მაშინ ვამბობთ, რომ ეს არის არაერთგვაროვანი პოლისაქარიდები. ჩვენ ლექციის მესამე ნაწილში გვექნება მათზე საუბარი.
გავრცელებული პოლისაქარიდები, ცნობილი პოლისაქარიდებიდან, ანუ რაც შეიძლება რომ თქვენ გაგონილი გქონდეთ, ეს არის სახამებელი, რომელიც მისი ფორმულა არის C6H10O5N-ჯერ, მისი ნაშთები შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სახით გამოიყურება, თუმცა რა თქმა უნდა, მათ შორის არის სპეციფიკური ბმა, რომელიც მხოლოდ ნახშირწყლებისთვის არის დამახასიათებელი, ცელულოზა და გლიკოგენი, რომელსაც უწოდებენ ცხოველურ სახამებელს. თვითონ სახამებელი ასეთი აღნაგობის არის და შედგება იგი ორი ფრაქციისგან, ეს არის ამილოზას ფრაქცია და ამილოპექტინის ფრაქცია. და თქვენ ხედავთ, აი ამ სურათზე არის აი ამ გლიკოზას ნაშთებს შორის სპეციფიკური ბმის წარმოქმნის მექანიზმი. აი ხედავთ, რომ წყლის მოლეკულის ჩამოცილება ხდება და ერთი გლიკოზის ნახშირბადის პირველი ატომი უკავშირდება მეორე გლიკოზის ნახშირბადის მეორე გლიკოზის ნახშირბადის მეოთხე ნახშირბად ატომს, შესაბამისად ვამბობთ, რომ ეს არის 1,4 O-გლიკოზიდური ბმა, იმიტომ რომ აქ არის ჟანგბადის ატომი რჩება, რომელთაც ხდება ამ წყალბადების დაკავშირება და წყალბადების და ნახშირბადების დაკავშირება და გლიკოზიდური, იმიტომ რომ გლიკოზას ნაშთებს აკავშირებს ერთმანეთთან. სახამებელი ცივ-წყალში უხსნადი ნივთიერება არის, თუ მას ცხელ წყალში მოვათავსებთ, ის ფუვდება და ნაწილობრივ იხსნება და წარმოიქმნება ერთგვარი კოლოიდური ხსნარი, ანუ ნახევრად გაუხსნელი ხსნარი, სახამებლის ბუბკო. ყვახე და მწიფე ვაშლებზე არის ძალიან საინტერესოც და ანუ ჩვენ თუ ავიღებთ ყვახე და მწიფე ვაშლს და დავაწვეთებთ მას ლუგოლის ხსნარს, ეს არის სპეციფიკური რეაქტივი, რომელიც იოდს შეიცავს, ან პირდაპირ იოდს დავაწვეთებთ, მკვახე ვაშლი ასეთ გალურჯდება, ხოლო მწიფე ვაშლზე ასეთი მოყვითალო ლაქა გაჩნდება. საქმე იმაშია, რომ მკვახე ვაშლი და შესაბამისად მკვახე ხილი შეიცავს სახამებელს, რომელიც უკვე მათი მომწიფების შედეგად გარდაიქმნება შაქრად, ანუ მწიფე ვაშლი უკვე შეიცავს გლუკოზას. აგრეთვე აი აქ ძალიან მცირე ზომის ცდა არის, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი, ანუ სამწუხაროდ ეს ცდა არ დიდდება. სახამების აღმომჩენი რეაქტივი, ანუ იოდის სპირტხსნარი შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომელიც სახამების ხსნარს იისფრად ღებავს. ამიტომ აი მკვახე ვაშლზეც დაწვეთებისას ჩვენ მივიღებთ იისფერ შეფერილობას. იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ მაგალითად კარტოფილზეც თუ დავაწვეთებთ იოდს, ასეთი მოლურჯო შეფერილობა წარმოიქმნება, რომელიც შემდეგ იისფერში გადადის. ანუ ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ნამდვილად ეს ბოსტნეული, ან ხილი შეიცავს ნამდვილად ნახშირწყალს. სახამებელს ამ შემთხვევაში. ესეთი ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ჩინეთის იმპერატორი ცინ შიხუანდი ბრძანდებოდა ასეთი, რომელიც წერდა საიდუმლო წერილებს და ამ საიდუმლო წერილებს ის ბრინჯის ნახარშის მეშვეობით წერდა, რომლის წაკითხვაც იყო შეუძლებელი და წაიკითხავდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწერს დაამუშავებდი ზღვის წყალმცენარეების ნახარშით. და რა ხდებოდა ამ შემთხვევაში? ზღვის წყალმცენარეები შეიცავენ იოდს, მათი ნახარში იქნებოდა იოდი და იოდი შევიდოდა რეაქციაში სახამებელთან და ეს ნაწერი გალურჯდებოდა და შესაბამისად შესაძლებელი გახდებოდა მისი წაკითხვა. ასე რომ ამ ქიმიურ რეაქციას ასე ეფექტურად იყენებდა ჩინეთის იმპერატორი, ოღონდ დარწმუნებული ვარ, მან არ იცოდა, რომ ეს ასეთი ქიმიური რეაქცია იყო. ეხლა შემდეგი ტესტი სახამებლის დაშლაზე, ანუ სახამებლის ჰიდროლიზზე. 3 სინჯარას ხედავთ თქვენს ეკრანებზე. ბუნებრივია სახამებელი არის მათში მოთავსებული და იგულისხმება, რომ ის ტემპერატურის მეშვეობით იშლება. გარდა ამისა, მას ვამატებთ გოგირდმჟავას ხსნარს იმისთვის, რომ
ეს დაშლის პროცესი, ანუ ჰიდროლიზის პროცესი უფრო დავაჩქაროთ და ჰიდროლიზის საბოლოო პროდუქტი გახლავთ გლუკოზა. შემდეგ უკვე პირველ სინჯარაში ვაწვეთებთ იოდის ხსნარს, ან ლუგოლის რეაქტივს და ვხედავთ, რომ ლურჯ შეფერილობას იღებს, ანუ ეს იმის ნიშანი არის, რომ ის ჯერ არ არის დაშლილი, ანუ პირველ სინჯარაში სახამებელი ჯერ კიდევ არსებობს, ბოლომდე ჰიდროლიზი არ არის დასრულებული. შემდეგ სინჯარაში ის გაწითლდა, ანუ შედარებით მოწითალო შეფერილობა დაკრავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწილი გლუკოზა არის წარმოქმნილი და ჯერ კიდევ სახამებელიც არის და მესამე სინჯარაში არანაირი რეაქცია არ მოგვწია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე მთლიანად გლუკოზა წარმოიქმნა და სახამებელი აღარ არსებობს, მთლიანად დაიშალა.